კირქვაში გამოსახული ადამიანები აღმოჩენდა ნეანდერტალელების ნაკვალევი ზემო იმერეთში. სოფელ ვაჭევის საიდუმლოების კადრებს დღეს კურიერის მაყურებელი პირველი ნახავს. გამოქვაბულში მეცნიერებმა 300,000 წლის წინ შექმნილი კედლის მხატვრობის ნიმუშებიც აღმოაჩინეს. კედელზე გამოსახულ ფიგურებთან ერთად ნაპოვნია ბუნებრივი ჭა, სადაც უძველესი ადამიანებისა და ცხოველების ნაშთებსაც მიაკვლიეს. Სამსახური მაგასობდა რეზერვირებული ჩვენს ესპანური კოლეგების მიერ და დადასტურებული ჩვენი კოლეგების მიერ ეს არის ადამიანის სიბოროტე გამოსახულება სამთასეული ხელებით ასეთი განზრდილი ფეხები ასევე ასეთი სიბოროტე გამოსახული თავი. კაჟით ამოწიფრული ეს ფიგურა სავარაუდოდ 300,000 წელს ითვლის. ადამიანის გამოსახულებას მეცნიერებმა უნდოს მღვიმის შუაგულში მიაკვლიეს. კირქვაში გამოსახული ეს ნიმუში იმდენად ძველია, რომ ბუნებრივი კრისტალებითაა ამოვსებული. სწორედ ამიტომ შეუიარაღებელი თვალით მისი დანახვა რთულია. ამის გამო სავარაუდოდ ქვედა მეზოლითში შესრულებული ნახატის გრაფიკულ ვერსიას სპეციალისტებთან ერთად ვქმნით. მღვიმის კედელზე გამოსახულ კაცუნას ხელები ცისკენ აქვს აზიდული, რაც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ამ ადგილს სარიტუალო დატვირთვა ჰქონდა. ეჭვს ისიც ამყარებს, რომ მღვიმის ბოლოს აღმოჩენილ ბუნებრივ ჭაში ადამიანებისა და ცხოველების ნაშთებს ერთად მიაკვლიეს. წინა ფართობზე კულტურული ფენომენის დიდარია სამონადირო იარაღებით, ეს დაჩვენებული ის კარსტული ჭა, რომელშიც ფაუნა და ადამიანის ნაშთები აღმოჩენილი და ეს ერთად მიგვანიშნებს იმაზე, რომ შესაძლებელი ეს უნდა იყო გამოყენებული როგორც სარიტუალო ადგილი. ეს არის პირველი რელიგიის პირველი სასპეციფიკო ფორმების მანიშნებელი როგორც ჩანს. ადგილობრივები ამ მღვიმეს სახელად უნდოს ეძახიან, რადგან თუ არ იცი, რომ მის დასასრულს 50 მეტრის სიღრმის უსკოლია, შეიძლება გადაიჭეხო კიდე საქმოძრაობა საკმაოდ რთული და ძალზედ საინტერესოა და საოცრად ექსტრემალური. აქ ბევრი ცოცხალი არსება გვხვდება და მათ შორის ძალზედ ბევრი აღმოა, რომელიც ადამიანის შეხებისთანავე თავს იმგდარობს. მღვიმე მეცნიერმა ნიკა თუშაბრამიშვილმა 2006 წელს აღმოაჩინა. ზემო იმერეთში ბევრ ბუნებრივ გამოქვაბულს მიაკვლიეს, თუმცა უნდო ყველასგან გამორჩეული იმითაა, რომ ის ამ დრომდე შეუსწავლელია. რამდენიმე კვირის წინ იქ მომუშავე ექსპედიციამ ბევრი აღმოჩენა გააკეთა. ადამიანის კიდევ ერთ გამოსახულებას მათ მღვიმის ბოლო დერეფანში მიაკნეს. ფიგურა დაზიანებულია, რადგან გამოქვაბულის ეს ნაწილი ბუნებრივი წყლით ხშირად ივსება. ასეთი რაღაცა ჩარიცხილი არის, მაგრამ იქნებოდა არქეოლოგიური ნივთებიც. მაგრამ ეს არის ზუსტად საინტერესო. მნიშვნელოვანი არ არის არქეოლოგიური ნივთები. ძირითადად არის ძვალიც ადამიანების და ცხოველების. გამოსახულებების ზუსტი წლოვანების დადგენა რთულია, თუმცა დნმ-ისთვის უკვე გაიგზავნა მღვიმეში აღმოჩენილი ადამიანებისა და ცხოველების ნაშთები. ამავე მღვიმეში ექსპედიციამ იარაღის ერთ-ერთ ყველაზე ძველ ნიმუშებს მიაგნო. უკვე დადგენილია, რომ კაჟის ეს იარაღები 700,000 წელს ითვლის. მეცნიერებს აჩვენებს კიდევ რა იყო იქ და რაღაც მიმანიშნებელი იქნება კიდევ. უბრალოდ მართლა ვთქვათ, რაღაც საოცარი რიტუალური ქონდათ მოწყობილი თუ რაღაც სხვა დანიშნულებები იყო ეს მღვიმე დამოკიდებული. თვითონ მღვიმე უნიკალური არის, ამდაგვარი იშვიათად რო ვთქვათ სხვა განკრებოდეს. ჭიათურის რაიონის სოფელ ვაჭევში მცხოვრები ნეანდერტალელების ისტორია ახლა იწერება. მეცნიერებისთვის უნდოს მღვიმე მრავალ საიდუმლოს ინახავს. ბუნებრივი ჭის ფსკერის კვლევა უახლოეს მომავალში დაიწყება.